ზურაფარჯიანმა თქვა პირველმა რა გამოდის რომ თქვენო უსამართლობას ებრძოდითო თუ ნაცების უსამართლობასო და ადამიანები რომლებიც მაშინ ებრძოდნენ უსამართლობას და დღეს თვალს ხუჭავენ გამოდის რომ კონკრეტული ადამიანის უსამართლობას და არა ზოგადად უსამართლობას ესე იგი რადგან მათ შეეხოთ და მათ არ აწყობდათ ის სისტემა იმიტომ ებრძოდნენ თორემ რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს რომ აწამებენ ის იქნება მტერი თუ მოყვარე განსაკუთრებით რა მნიშვნელობა აქვს ხო ადამიანის ცხოველი ეწოდება ადამიანს და ცხოველს არ იმეტებს და როცა შეხედავ ადამიანების წამებას და დაცინით ან ამას ის კი არა რომ ნაწილი ხო ჩუმად არის დიდი ნაწილი პირიქით რომ აი რა კარგია უარესი უნდა გაუკეთო და ეს ადამიანები აპროტესტებდნენ სააკაშვილის დროს წამებას რუსებმა საკმაოდ კარგად შეისწავლეს საქართველოს საკმაოდ კარგად იმიტომ რომ ბოლომდე კარგად შეისწავლეს იმიტომ რომ იცვლება როცა რაღაც ძალაგაწვება შენ შემდეგ ადაპტაციას ახდენ და ამიტომ თქვათ 20 წლის წინანდელი განწყობებით ვერ მოახდენ ხალხის მართვას ამ შეცდომას უშვებენ ახლა ესენიც რუსეთი აქვს მაგალითი ბელარუსია იქიდან ინსტრუქციები აქვს მაგრამ ვერ გათვალეს ხო იგივე იმედი რომ საცივი ახალი წელი 10 დღიანი დასვენება და მართლა იმედი ქონათ ეს არ იყო რაღაცა მოჩვენებითი იფიქრეს რომ ეს ჩაქრება ამიტომ არის რომ ყოველი ახალი დღე წინააღმდეგობის უფრო აბნევთ და არ იციან როგორ იმოქმედო და შესაბამისად უფრო არაადეკვატურები ხდებიან ამათ არ აქვთ ნამდვილი როგორ შეიძლება ვთქვათ გამბედაობა ესენი არიან ძალიან მშიშარა ადამიანები ამოფარებულები ძალოვანების ზურგს ვერც ერთი თან დღევანდელი ოცნების წევრი დეპუტატი ეგრეთ წოდებული დეპუტატი მინისტრი ეგრეთ წოდებული ვერ ჩავა უბრალოდ ქუჩაში ვერ გადიან